სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მრევლი დილიდან იკრიბება. უძველეს ეკლესიაში ღვთისმსახურებას ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი აღავლენს. ათონის მთაზე მოღვაწე ღვთელმსახურებისა და ქართველი სასულიერო პირების წირვალოცვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა საკუთარ ქადაგებაში საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ისტორია, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ათონის მთასთან აკავშირებდა, დღესაც ყველა იქ მოღვაწე სასულიერო პირს ახსოვს. Თქვენი ქვეყანა უამრავ სიწმინდეს ფლობს და ეს უდიდეს სიძლიერეს უნდა განიჭებდეთ. თქვენ ერში ცხოვრობთ და მრავალი ვალდებულება და ხშირად სიძნელეებიც გაქვთ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, როგორც წმინდა ეკლესიის წევრებს, გულში უნდა გყავდეთ იესო ქრისტე და არასდროს უნდა დაივიწყოთ, რომ ადამიანი სულიერი არსებაა. ჩვენ ათონის მთაზე ქართველებს არასდროს ვივიწყებთ. ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი საქართველოში 17 იანვარს ჩამოვიდა. ის და მისი დელეგაციის წევრები ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ. დაგეგმილია მათი ვიზიტი ბოდბისა და ალავერდის ეპარქიებში. სტუმრები მოინახულებენ დავით გარეჯსაც. როგორც ვიცით, ჩვენ მქონდა ათონზე ყავდა უпростоრად მოღვაწე ბერები, გიორგი მთაწმინდელი, ექვთიმე ათონელი, მონასტერი მქონდა 2 ქართული მონასტერი არსებობდა და ჟამთა ვითარებაში დავკარგეთ ეს მონასტრები და ეხლა მიდის ისე ურთიერთობები აღდგა და ნელ-ნელა მრავლდებიან ჩვენი თანამემამულეები. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, 5-6 ბერი არის ქართველი ათონის მთაზე ამჟამად. ჩვენთვის ძალიან დიდი დღესასწაულია, როდესაც ათონის მთიდან ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მამა ეფრემია ჩამოსული და მის ქადაგებას, ან მის შეხებას, ან მის მოძღვრებას მოვისმენთ და ვფიქრობ ძალიან სასიხარულო და ამაღლებული დღე არის. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ არქიმანდრიტმა ეფრემმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარს ვატოპედის მონასტრის ღვთისმშობლის ხატის ასლი, ეკლესიის ღვთისმსახურებმა კი წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრეს. ათონელი მამები ხშირად ჩამოდიან საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, მაგრამ კონკრეტულად ვატოპედის საძმო არ ყოფილა, წინამძღვარი არასოდეს ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი იერარქიით მეორე სიდიდით მეორე მონასტერი მთაზე და ძალიან მნიშვნელოვანია მისი წინამძღვრის და რაც თავარია ქართველი ძმების ჩამოსვლა ამ ქვეყანაში. 3 ქართველი მონაზონი უკვე დიდ სქემაში აღკვეცილი ამ ქვეყანაში ნამდვილად არ ყოფილა და ვფიქრობ, რომ დიდ მათს და სიძლიერეს ჩამოიტანენ. საქართველოს 3 ვატოპედის მონასტერში მოღვაწე ბერი დაუბრუნდა, თუმცა რა თქმა უნდა დროებით. ვიზიტის დასრულების შემდეგ ისინი ისევ წმინდა მთაზე მოღვაწეობას განაგრძობენ. ჩვენი შემოსვლა დაახლოებით ალბათ უკვე 2 წელია, რაც მიმდინარეობს ამ ჩვენ შემოსვლაზე მუშაობა. ეს დიდი დამსახურება ბატონ და ჩვენი მონასტრის დიდი მეგობარი ლაშა პაპაშვილის და რა თქმა უნდა პირველ რიგში საპატრიარქოსის და უწმინდესის და უნიტარისის ჩვენი პატრიარქის ილია მეუღლის. მისი ლოცვა-კურთხევით მოხდა ეს ყველაფერი. 2 წელია უკვე მიდიოდა ეს, მაგრამ ღვთისნება იყო, რომ ეხლა მოხდა ეს. 9 წელია, რაც საქართველოსთან წავედი და ძალიან შეცვლილი დავხდა. ერთადერთი რაც არ შეიცვალა ეს ქართული სული, ქართული გული და ეს დიდი სტუმართ მასპინძლობა. მოვედით ღვთისმშობლის ტაძრიდან ღვთისმშობლის ქვეყანაში. ბრძანა ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ. ეს ვიზიტი კი რამდენიმე დღეს გასტანს. ბელორუსიდან საქართველოში მთავარეპისკოპოს სერაფიმეს მეთაურობით დელეგაცია ჩამოვიდა. სტუმრების უმეტესობა მინსკის ტაძრების წინამძღვრები არიან. მათთან ერთად საქართველოს საერო პირებიც სტუმრობდნენ. დღეს მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, წმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეხვდათ. კათოლიკოს პატრიარქს სტუმრებმა ბელორუსი მოქანდაკის მიერ შესრულებული წმინდა გიორგის სკულპტურა და ნაციონალური ორიგინალური მონეტების ასლები გადასცეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მათთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ბელორუსის სტუმრები საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდნენ. აეროპორტში მათ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა დახვდნენ. მათ აქვს სურვილი მოილოცონ თბილისი, მცხეთა და დავით გარეჯი. ისინი იქნებიან თანამწირულები პატრიარქთან. ეს არის პირველი ჯგუფი, რომელიც ჩამოდის ბელორუსიდან.
მე გასულ წელსაც ვიყავი საქართველოში და შევხვდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ესაც ძალიან გახარებულები ვართ, რომ ჩვენს დელეგაციას შეუძლია ქართული ეკლესიის ცხოვრებას გაეცნოს. სტუმრებმა უკვე მოილოცეს სვეტიცხოვლის, სამთავროს და ჯვრის მონასტრები. ხვალ კი კათოლიკოს პატრიარქთან ერთად ღვთისმსახურებაში მიიღებენ მონაწილეობას. სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური ცენტრის ორგანიზებითა და ცაგერისა და ლენტეხის მთავარ ეპისკოპოსის სტეფანეს ლოცვა-კურთხევით სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას 5 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის განახლებიდან 1000 წლისადმი მიწვდენ კონფერენციაში სტუდენტებმა ტაძრის დაარსების ისტორიის შესახებ მოხსენებები წაიკითხეს. ჩვენ გვინდა რომ აი სამეცნიერო საქმიანობა სტუდენტობიდან დაიწყოს ბავშვი და ვფიქრობთ, რომ წახალისება ჩვენი ახალგაზრდული ცენტრის მხრიდან ამ მიმართულების ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ესე იგი სვეტიცხოვლის 1700 და 1000 წელი განახლებისა და ამის გამოხმაურება იყო ეს კონფერენცია. აკადემიურ დონე მეც მოითხოვს, რა თქმა უნდა, და ჩვენ გვინდა რომ უფრო მაღალი დონე იყოს, ნელ-ნელა ეს დონე აიწევს ალბათ და თვითონ ძალიან საინტერესო მოხსენებები არის რამდენიმე განსაკუთრებით. აქ იკვეთება ბევრი რამ. იკვეთება ამ ახალგაზრდების ცოდნის დონე, იხვეწება, ეჩვევიან მოხსენებების კითხვას, კოლეგებისთვის თავისი აზრის გაცნობას და შემდეგ ამ აზრის გარშემო თვალსაზრისების გამოთქმას, ასე რომ ეს ღონისძიება არის ერთ-ერთი შესანიშნავი იმ ღონისძიებათა შორის, რომელსაც ატარებს ახალგაზრდობის ცენტრი. ჩვენ წინა წელს ჩავატარეთ შობის დღესასწაულის ცენტრში მიძღვნილი კონფერენცია იგივე მასშტაბის, მაგრამ ეს გახლავთ სვეტიცხოვლის განახლების 1000 წლის თავისადმი მიძღვნილი და ამ კონფერენციაზე აქტივობა სტუდენტების მხრიდან მინდა გითხრათ უფრო დიდი იყო. ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენციები ყოველწლიურად იმართება და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.